ხონის სამხედრო დასახლებაში მცხოვრები დევნილები მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებზე ჩივიან და მათ დასახლებაში არასაკმარისი რაოდენობით შეშის დარიგებას აპროტესტებენ. ხონის გამგებელი ზურაბ ჯიბუხია ამბობს, რომ სათბობ შეშას დევნილთა დასახლებაში შექმნილი სპეციალური კომისია გადაანაწილებს. დასახლებაში სულ 17 კორპუსია განთავსებული, სადაც 500-მდე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს. აი ასე ინაწილდება თვალით. და ხვდება ამდენი, მეტი კი არა. რამდენად საკმარისია? რა საკმარისია ეგ ერთი დღე, ორი დღე, მეტი კი არა. ეს შეშა მეიტანიგით 2 დღით და ასე ამბობენ და ასე გვაკმაყოფილებენ, ითო აცემენ უფროსობას, რომ ჩვენ გვაკმაყოფილებენ. 2 დღე გვეყოფა თელი ზამთარი შვილო. უნდა გაგვეყო. ამხელა შეხვდა ყველას. იმის გაყოფაზე კიდე დავხოსეს ერთმანეთი. თუ ეს შეშა გაათბობს მიცოლშვილს ახლა თუ გაათბობს, თუ და წაიღოს და გაათბობს. რა შენი ჩვენ ეგ ჩვენს მიერ გამოცხადებული იქნება ტენდერი სათბობის შეშის შეძენასთან დაკავშირებით გაიმარჯვა ერთ-ერთმა ორგანიზაციამ, რომელმაც სამხედრო დასახლებაში, ანუ ტოლვითა დასახლებაში უბრალოდ შეიტანს 100 კუბომეტ სათბობის შეშას. მისი განაწილების შესახებ როგორც თქვენ საუბრობთ, აქ არსებობს კომისია, 10-კაციანი კომისია, რომელიც კომისიაც არჩეული არის თვითონ ამ ტოლვითა შემადგენლობის მიერ და თანაბარი პარიტეტის მიხედვით ეს კომისია გადაანაწილებს მოსახლეობაზე, რომელიც აღნიშნულ დასახლებაში ცხოვრობს.